საშიში ისტორია ფილმი დიდ ეკრანზე. ეს არის უფრო დიდი ვიდეო ვიდრე TikTok-ისას. თუ ეს არ გაქვთ ნახე, ჯობია TikTok-ისას ნახოთ. იყო ყველასათვის ცნობილი ბიჭი, ჩანდუყვანი და გვარი ღორიშვილი. ხო და მან გადაწყვიტა რომ ეყურებინა ტელევიზორისთვის, ჩართო თავისი Brookhaven TV და უყურებდა თავის გადაცემას, მაგრამ შემთხვევით გადაერთო და ჩართო ღორიშვილების საინფორმაციო, რომელშიც მამამისიც მონაწილეობდა და ესენი იყვნენ თოფიში ოჯახის წევრები და თქვეს ჩვენ ვართ ღორიშვილები და ჩვენი მთელი ოჯახია ღორიშვილი, რაღაცა გვერია და ესე იგი ჩვენ ღორიშვილები იმიტომ ვართ, რომ ჩვენი გვარის დამაარსებელი სინამდვილეში ღორი იყო. ჩანდუყვანმა ეს ისტორია რო გაიგო, ტირილი დაიწყო, იმიტომ დაეწყინა რომ თავისი ნათესავი ღორი იყო და მე უბანში რო გავიდო და ყველა დაუძახებდა ღორის ნათესავი, ღორის ნათესავი. ის ავიდა თავის ოთახში და ბღავილი დაიწყო თელხმაზე. მას არ იცოდა რა ეკნა, უბრალოდ მან არ იცოდა რა ეკნა და რაღაცას ფიქრობდა, რითიც გართობილი იყო და მან გადაწყვიტა რამე. ის ახალი ადამიანი უნდა გამხდარიყო, იგივე პლასტიკური ოპერაცია უნდა გაეკეთებინა და მას სახელი და გვარი უნდა გადაეკეთებინა. ის ფიქრობდა გვარს სანამ მივიდო და მანქანა არ დახვდა, მაგრამ გამოიძახებდა ტაქსის და ის ფიქრობდა თავის გვარზე და მას დაევა სამბოლოს ძალიან იმერელები, ძმარი რა იმენა და გადაწყვიტა იმერული გვარი ქონოდა. ის მიდიოდა, მაგრამ გზაში უცებ ნახეთ ღორიშვილი, რამაც მას ძალიან გული აუჩუყა, იმიტომ მე სანამ გადაიკეთებდა თავს ძალიან უნდა ეჩაგრათ, ღორს დაუძახებდნენ, ასე რომ ელოდებოდა თავის მეტროს, იგივე ქვეგრიალას. დაიმახსოვრეთ, ქართულად მეტრო არის ქვეგრიალა. მაგრამ ის აღარ იყო მოწყენილი, იმიტომ ხვდებოდა რომ ის აღარ ცხოვრებას იწყებდა და ვალა მისმა მეტრომა მოაგნო და დაჯდა და წავიდა ქალაქში. რა დიდი ცოტა თუ დიდი ხანი რაცა გავიდა დრო და მივიდა Brookhaven-ის ცენტრში. ხო, ის მიდიოდა ძალიან ბედნიერად. სასწრაფოში კი არა, პლასტიკური ექიმები რაც არიან, ხო და მერე მან რას მოკრა თვალი. მან დაინახა რომ მამამისი იყო პლაკატზე გამოსახული და ის იძებნებოდა და ის გაიქცა მალევე, იმიტომ მამამისს დაიჭერდნენ და უბრალოდ მამამის თუ ვერ იპოვიდნენ, მამამისის მაგივრად თავის შვილი უნდა დაიჭირათ, იგივე ჩანდუყვანი ღორიშვილი. ის მივიდა ექიმთან და ეუბნება, ზდ ექიმ, ეხლა მე მინდა რომ შევიცვალო თლიანად ტანი, ოღონდ ერთი რამე მინდა, ტრაქში ნემსი არ გამარჯვოთ. ჩანდუყვანს ყველაფერზე დათანხმდნენ და მან გადაწყვიტა უკვე შესულიყო საოპერაციოში, ის ელოდებოდა ექიმს ძალიან ბედნიერი. წამოწვა, იმიტომ ნარკოზი უნდა გაეკეთებინათ, ნარკოზი გაუკეთეს და რა მოხდა? მან უკვე გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია და მან სახელიც და გვარიც გადაიკეთა. მისი სახელი და გვარი იყო ჯუმბერა ჩაჯმულიძე. მან სახე გაიკეთა და ის ძალიან საშიშად გამოიყურებოდა. ძალიან ეშინოდათ მისი და
იბრძო შინოდათ და მე გავიდა კარი ის გარშეთ რო იყო მალითრია მაგარი მანქანა და მაშინ ჩაჭდა და აგაზავა ბიჭო ის აგაზავებდა გაცოფებული და გამწარებული და უცებ მანქანას გაძვრა რაღაცა და მე რა მოხდა ესე მიდიოდა მე დედეოდა აგაზავებდა და უცებ ტყაპ უპს რა მოხდა მან ტყაპანი გაადინა იმ ხელა რომ ხო რა დიდი ტყაპანი გაადინა და თავი იმენა მიტყაპანებული ქონა ტროპიკა ეს უყურეთ მასთან ექიმები მოდიოდნენ და რო იპოვეს ის გადაიყვანეს კვლავ საავადმყოფოში მას საავადმყოფოში დაუწყეს მკურნალობა და მერე ვერ უპოვეს მას ას თავისი სხეულის ნაწილები რომელიც თურმე კანიბალმა წაიღო თურმე ვინმაც ეს სახე გამოუთვალა კანიბალი იყო და ეს ხორცები წაიღო ან შავ ბაზარზე გაყიდა ან შეჭამა არ ვიცი და მე ვერ იპოვეს და გადაწყვიტეს ახალი სახე მოექსოვათ მისთვის და მე შედეგი იყო ესეთი